აი ასეო ზოგიერთ ახლა როგორც ფარმაცევტებს და ექიმებს შორის იყო გარკვეული ალტერნატივი ესე იგი შედარების მაგალითები შეგეძლოთ მოგეყვანოთ. ამიტომ ყოველთვის მქონდა გარკვეული ინტერესი მედიცინის მიმართ და მეტად სამედიცინოზე მოხვდი და თან ხალხურმა მედიცინამ, ჰომეოპათიამ დაგვაინტერესა იმიტომ, რომ ვინაიდან იმუნიტეტის მართვა არ ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იმუნოლოგია როგორც მეცნიერებად განვითარდა და დღეს არის თანამედროვე მედიცინის ასე რომ ვთქვათ ბაზისი, თუ როდესღაც მიკრობიოლოგია იყო ან ანატომია იყო და სხვა მეცნიერებები იყო წინა პლანზე წამოსული, დღეს იმუნოლოგია თანამედროვე მედიცინის თეორიული ბაზისი, შესაძლებლობები ამ იმუნოლოგიური მართვის მაშინაც იყო შეზღუდული და ამან ჩვენ ვეძებთ ალტერნატიული მაინც მეთოდები და სისტემები და მივედით ფიტოთერაპიამდე, ჩინურ მედიცინამდე, ანუ აღმოსავლურ ტრადიციული მედიცინამდე, ქართულ ტრადიციული მედიცინამდე და ჰომეოპათიამდე და ფაქტობრივად გვინდოდა რომ მართლა რეალურად გვეშველა ამ ხალხისთვის, რომელიც მართლაც ესე იგი აფთიაქში რომ იდგენ რიგებიც იყო მაშინ და ფაქტობრივად რა პრობლემები ჰქონდა და რა წუხლის გამოთქვამდა ბავშვებიდანაც გვიწევდა აი ამის დანახვა და დღესაც გვახსენდება და ეს აბესტილებები რჩება და ამან განაპირობა რომ ჩვენ ეს უფრო სრულყოფილი გავხადოთ თანამედროვე მედიცინა სამედიცინო მომსახურება აი ეს იყო ძირითადი ასე რომ ვთქვათ რაღაც მესიჯი რაც ჩვენ ქუთაისში აქ ბავშვობიდან ავითვისეთ და მივიღეთ. და დამთავრებული გაქვთ ბატონ თორნიკე? თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. ძალიან კარგი. ბატონ მაგა, თქვენ რამდენად გიწევთ ყველა ასაკის პაციენტებთან ურთიერთობა? ანუ იქ ბავშვებიც, უფროსებიც, ყველა ასაკის, ანუ ასაკი განურჩეველი არის. მიწევს როგორც პატარებთან და თვეების ბავშვებიც მყოლია. და ასევე ასაკიანი ქალბატონები, ну, ძვალსახსროვანი სისტემით. და რაჩივილებით მოდიან უფრო მეტად ახლა ბავშვები გამომდინარე სპეციფიკიდან, გამომდინარე იქიდან რომ მე ყურცხვირის კლინიკაში ვარ, პატარები უმეტესად ტონზილიტი, ფარინგიტი, ყურის ანთება და ასე შემდეგ აი ესეთი ჩივილებით, მაგრამ უკვე შემდგომი ასაკის ქალბატონები, თქვათ და მამაკაცები შეიძლება იყოს გამოწვეული იგივე ფსიქოემოციური სფეროდან გამომდინარე დაავადებებით, იგივე ღვიძლის პრობლემებით, ძვალსახსროვანი სისტემის, ენდოკრინული სისტემის ფაქტიურად გარჩევა არ არის. ანუ ყველა ტიპის დაავადება. ფაქტიურად ყველა დაავადება ჰომეოპათია. ჰომეოპათიაში ასეა და არსებობს განუყურნებადი დაავადება, არსებობს მძიმე პაციენტი. ახლა რა თქმა უნდა, თუ პაციენტი არ არის განწყობილი, დეობით არ არის ექიმის მიმართ, ან მეთოდის მიმართ, ტრულად არის. ჩვენ განა არ ქონია შედეგები, რასაც პაციენტები მან შემოგვიტრიალებია, მაგრამ რთულია ეს უპირველეს ყოვლისა ჯერტი არ მოვა შენთან და ფაქტობრივად თავისთავად ახლა ვარ სიტყვის ახლა მაგალითად მე ძველი ისტორია მინდა საქართველოში მოვიყვანო რომ იყო ჩვენ პაციენტებმა წიგნი მოგვიტანენ ღვთელი იყო ჰომეოპათი საუკუნის მე-20 საუკუნის დასაწყისში და წიგნი აქვს მას გამოშვებული ჰომეოპათიაზე ეს წიგნიც მოგვიტანენ ახლა ჩვენთან მონასტერშია შავნაბადაზე ჩვენი მოძღვარი მამა შიო ეცნობა ამ წიგნს და ნუ ჩვენ ხელშია ეს და ფაქტობრივად შესწავლა, მაგრამ ისტორიული მომენტი მინდა მოვიყვანო, რომ ესე იგი ოქროპირიძე მგონი გვარა თუ არ მეშლება იყო ღვთელი მამაო რომელმაც გოგებაშვილს იაკობ გოგებაშვილს საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობის მიმართ და მიმართა რომ ნუ ხმარობ ამდენ ესე იგი მაშინ ანტიბიოტიკები სად იყო რა თქმა უნდა მაგრამ სხვა ქიმიური უამრავი რაღაცები იყო რომელიც დღეს ტოქსიკურად და შხამიანათაც ითვლება და არაფერს არ შვებოდა და ანადგურებდა მარტო ორგანიზმს და ნუ მიმართა მაგას მე შენ გიშვებიო და წერილია პედაგოგ იაკობ გოგებაშვილმა რა პიროვნულად თურმე არც ისე რბილი პიროვნება იყო და საკმაოდ უხეში. მამაოს ფაქტურად თითქმის დედას აგინებს. წად შენ თავს მიხედე და მე იაკობ გოგებაშვილი? აბა ეს რა გავაკეთო და რა არა, უმეორეჯერ არც გაბედო და არ მომართო მე.
ხო? ძალიან უხეში ფორმით. ანუ განწყობა ქონდა ძალიან უარყოფითი. განწყობა იყო, რომ დაუშვათ ახლა რასაც იგი პუტინზე ლაპარაკობენ, კუდანას პასლალო, და ეთითქმის ისეთივე ფაქტურად ძალიან უხეში დამოკიდებულება. აი ესეთი თუ არ იქნა, იმიტომ რომ ექიმის და პაციენტ შორის თანამშრომლობა არის მთავარი, ეს ჰიპოკრატეს აქვს ნათქვამი, ჩვენ სამნი ვართო. დაბადებაო, ესე იგი ადამიანი, რომელსაც ეს დაბადება აწუხებს და ექიმიო. იმდენად დაბადება ძლიერია, რომ ჩვენ ორმა ძალისხმევა თუ არ გავაერთიანეთ, ცალ-ცალკე ორივეს დაგვამარცხებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ფსიქოლოგიას. ეს გარკვეული ნდობა და განწყობა უნდა იყოს. უნდა შექმნა ამიტომ გარემო შეიძლება რთული პაციენტი არსებობდეს, მაგრამ განუკურნებადი დაბადება პრაქტიკულად არ არსებობს. ანუ არც ერთი სფერო ონკოლოგიიდან დაწყებული სხვა უმძიმესი დაბადებებიდან სწორ მიდგომას და სწორ მკურნალობას ექვემდებარება ყველა. არის ყველაფერი დამოკიდებული პაციენტის ნდობაზე, გაბედულობაზე. ანუ ესეც ფილოსოფოსებს, იგივე ძველი ამ ტრადიციული მედიცინის სისტემებს, ავტორიტეტებს აქვს გამონათქვამი, რომ ადამიანი არის ცოცხალი მანამდე, სანამ გაბედულობა ყოფნისო. ესე იგი, თუ ფსიქოლოგიურად უკვე დაეცა და დანებდა, მერე არის თუ ერევა დავადებაც იქნება ეს თუ ფაქტობრივად იმ დავადება რათინაც მთავრდება, რასაც სამედიცინო ენაზე ჩვენ უძახით ლეტალურ შედეგს, ხო? გვერევა მარტო მაშინ, როდესაც ემოციურად და ფსიქოლოგიურად უკვე ფაქტობრივად ვეღარ უმკლავდებით და გაბედულობა არ დაკარგული. და აი ეს გაბედულობა ნდობა თუ არის, არ არსებობს დავადება, რომელზედაც შეიძლება ფაქტობრივად ჰომეოპათიით მით უმეტეს ჩვენი ისეთი მდიდარი და საოცარი ქართული ტრადიციული მედიცინით, რომ არ შეიძლებაოდეს მნიშვნელოვნად დახმარება და შემოტრიალება ყველაფერს. გასაგებია. რაც შეეხება ცხოვრების ჯანსაღწესს, მე ყოველთვის გადაცემაში ყველას აბსოლუტურად ვეკითხები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტელემაყურებელი გვიყურებს ჩვენ დღეს. და არა მხოლოდ დღეს, აი ცხოვრების ჯანსაღწესს. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ამ შემთხვევაში, რომ ჰომეოპათი ბრძანდებთ ხალხური მედიცინის მიმდევარი თუ თანამედროვე მედიცინის მიმდევარი, რას უსურვებთ? ძირითადად რა უნდა გააკეთონ არა მხოლოდ ახალგაზრდებმა, ყველა ასაკის ადამიანებმა იმისათვის, რომ მიიყვნენ ჯანსაღები. მე ორთავეს მინდა შეგეკითხოთ. თორნიკე თქვენ დაიწყეთ ჯერ, იმიტომ რომ აი და მაშინ გააგრძელებთ, იმიტომ რომ თქო უნდა მე თავარი ამ ეს ისეთი დიდი კითხვა, რომელზეც მოკლედ ვერ გავცეთ პასუხს, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ამით არ დაგვიწყია სწორედ 25 წლის წინ და 5 წლის წინ საერთოდ თავიდან, მაგრამ მრავალწლიანი გამოცდილების მერე რა თქმა უნდა, დღეს უკვე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას ვჭამთ, როგორ ცხოვრობთ, როგორ მოძრაობთ, რამდენად აქტიური ვართ და ჩვენი ანალიზით ჩვენ არა მარტო ემოციური ტრამვის მსხვერპლი ვართ, ესე იგი ფსიქოემოციური ტრამვის და ვერ არ გვაქვს მოწესრიგებული დღეს არც ყოფა, არც ოჯახის ის პატივისცემა უფროსის მიმართ, რაც იყო, არ არის ისე შეკრული ოჯახები, როგორც ტრადიციულად იყო საქართველოში. სოციალური ფონია ძალიან ცუდი. ემოციური ტრამვებია ბევრი, არამედ ფაქტურად არაჯანსაღი კვება გვაქვს, ფიზიკური აქტიურობა არ გვაქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი, რომელზეც არავინ არ ამახვილებს ყურადღებას, რაზედაც ერი არის გენეტიკურად მიჩვეული, რასაკვებსაც არის მიჩვეული, ის მისთვის არის ყველაზე ჯანსაღი და ენერგიის მომცემი. რა კონკრეტულად არის შემოტანილი და ჩვენთან შემოტანილი არის თითქმის ყველა პროდუქტი. და არის შემოტანილი მექსიკიდან, ინდოეთიდან და უშუალოდ დიდი ამერიკის კონტინენტიდან, რომლითაც ჩვენი წინაპრები არ იკვებებოდნენ. არც იმინდი, არც ლობიო, არც ყვახი, არაფერი ქართული არ აქვს. რომ იმას რაღაცა უკაცრავად წინააღმდეგობა გაუწიოს, თქვათ, რაღაც იქ პრობლემას. ამიტომ ჯობია ჩვენი პროდუქტი. ჩვენ შავნაბადის მონასტერზე, მაგალითად, მოუძღვარმაც მამიშემ დაგვავალა და თვითონაც წამოიწყო, რომ დანერგა საკვე პროდუქტად მარტო ტრადიციული ქართული, ესა ცელისპირა, ქართული ხორბალი და ის თუნდაც აი ლობიო შემცვლელი ყველაფერი რაც კი ქართული იყო და ფაქტიურად რათინაც ჩვენი წინაპრები რაზეც მიჩვეული იყვნენ და ფაქტიურად წნევამ უკან დაიხია, არც ნაღლის ბუშტი აწუხებთ, არც
ფაქტია თირკმელი და იმცეთი პრობლემებმა დაიხია უკვე რასაც ზოგჯერ საკმაოდ კაი მედიცინითაც ვერ გააკეთებ. ანუ იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორკვებას. აი სწორედ ახლა გამახსენდა ბატონ თორნიკე ილია მეორის სიტყვები, რომ რაც შეიძლება ახლოს უნდა ვიყოთ მიწასთან. შეიძლება გარკვეულწილად იმ წამსვე ვერ მიხვდა და ვერ ჩაწვდე ამ სიტყვებს, მაგრამ მე მგონი ამასაც გულისხმობს, რომ რაც შეიძლება ახლოს, ანუ გენეტიკურად. შრომა, გავიხსენოთ აი ქუთაისში ვართ ახლა და ჩვენი დიდი მწერალი ოტია იოსელიანი, რომელსაც შეეძლო თბილისშიდაც ეცხოვრა, მოსკოვშიდაც და ყოფილა კიდევ მაგრამ მიწას ვერ მოაშორებდი და თოხს ვერ მოაშორებდი. ხო, ეს იყო მისთვის. ახლა იქ შეიძლება სიგარეტსაც არ მოშორდა და ამიტომ ჩვენ რომ ამას საყბედურობდით ბოლო წლებში ხმეთმა დიახ, ეს თემაც შემომოტოვებული მაქვს ბოლოს. ამან არ შეუწყო ხელი, თორემ მიწასთან იყო და თოხთან იყო ახლოს, იმიტომ რომ ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის ფაქტურად ის, რასაც ჩვენი წინაპარი, რის გამო ჩვენი წინაპარი იყო ასე ძლიერი, მტერის წინაშედაც და ჯანმრთელობისთაც იყო 10 კაცის, ასე რომ ვთქვათ, ძალა ჰქონდა. დღეს დასუსტებული ვარ ჩვენ უკვე ფაქტურად და იმდენი დაბადებები არის სტატისტიკურად, რომ არც ერთი ბებერი ევროპა რო უძახით ევროპელს არ აქვს ამდენი ალერგიები და ნაღვილყინჭოვანი და თირკმლინჭოვანი დაავადებები და ამდენი ძვირსახსოვანი სისტემის პათოლოგიები, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ან წყლულები, ან რა უამრავი სფერო, რაც არ უნდა აიღო, არის სერიოზულად მისაღები. გასაგებია და რაც შეეხება სიგარეტიო ვერ გადავაგდებინეთო ბატონო ტიასო და არა მხოლოდ ბატონო ტიას ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი მომხმარებელი არის თამბაქოსი ყველა გადაცემას აბსოლუტურად გადაცემის ბოლოს ყოველთვის მინდა ისეთმა კომპეტენტურებმა მიაწოდონ ინფორმაცია განსაკუთრებით ახალგაზრდებს იმიტომ რომ ასაკში შესულ ადამიანებისთვის ცოტა ალბათ უხერხულიც კი აურჩიო რაიმე და მიუთითო და იქნება ახალგაზრდება მაინც გაიგონონ და შეიგნონ ის რომ თამბაქო არ არის სასარგებლო, მაგრამ მე რადგანაც მაქვს და წამყვანის პოზიცია, ჩემგან ნამდვილად შეიძლება მიუღებელი იყოს მათთვის აი ესეთი ადამიანებისგან, რომლებიც თქვენ ახართ, როგორებიც თქვენ ახართ და ძალიან ხშირად ვეკითხები ჩვენ სტუმრებს, როგორ რჩევას მისცემთ ქაუტომაგად თქვენ და ბატონ თორნიკე. ნუ მე თამბაქო, ალკოჰოლი იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. თამბაქო არ გვინდა, ალკოჰოლი არ გვინდა. ვიაროთ ტაძარში, ვიცხოვროთ სულიერად და ვიკვებოთ ჯანსაღად და რაც მთავარია, ვიყოთ ემოციურად მდგრადები. ეს არის ყველაზე პირველი და როდესაც ემოციური სფერო გვექნება მდგრადი, ჯანმრთელობაც გვექნება კარგი. ცეთ პატივი ჩვენ წინაპრებს, რაც იმათმა მოიტანენ. მარტო საკუთარ თავისთავად კი არ მოიტანენ. იმათმა უფალი ხმეთ მოიტანენ ჩვენამდე ფაქტურად უფლის პატივისცემა, ხო? ოჯახის ტრადიციის პატივისცემა, მამულის სიყვარული და პატივისცემა. და ამიტომ ამის ჩვენ ჭირდებოდათ მათი ჯანმრთელობა ფაქტურად და აი მას უნდა ცემ პატივი და იმის გამო ხა როდესაც ტელევიზიიდან ჩვენ მიუთითებთ რომ არ მოწიო არ ვარგა მოგკლავს აი იგივე თქვენი ფსიქოლოგიაში არის ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება რომელიც ამტკიცებს რომ ქვეცნობიერება არას შლის და შედეგი არა ან თუნდაც ძველად თქმაში რო იყო არ მოკლა და უშუალოდ ეს არ გააკეთო არ იმრუშო ეს არის პროგრამირება რომ პირიქით გააკეთოს და ამიტომ მე უკვე სახარება რას ამბობს რომ თავარი მცნება ქრისტე ამბობს რომ არ გიყვარდეს უფალი შენიო გიყვარდეს მოყვასი შენიო და როდესაც ხალხმა ვერ მიხვდა რომ ესაა სულო მეტსაც გეტყვითო გიყვარდეს მტერი შენიო იმიტომ რომ ფაქტურად ესაა წამალი არც ერთი ის მცნება რაც ქრისტემ თქვა მან არ გაიმეორა არა პოზიტიური მცნება ესე იგი რომელშიდაც არა არის ის უკვე არის დაპროგრამირება არასგარეში და ამიტომ არ მოწიო არაფერს არ ნიშნავს თუ არ დაანახე რის გამო ანუ ის პოზიტივი რატო ხდება აკრძალვა რას უნდა რით იყო ქართველი ძლიერი თუ უნდა ქართველობა ფაქტურად როგორი უნდა იყოს ეს ქართველი რაფერ უნდა უყვარდეს ეს მამული იმას მარტო მამული უყვარდეს და თვითონ ფაქტურად მის ჯანმრთელობას ელემენტარულ ყურადღებას არ აქცევდეს ამითი არჩვილს მაგალითს არ აძლევს ანუ შთამომავლობას და მომავალს და წინაპარიც ასე ვთქვათ წინაპრის სიყვარულიც დაბიწყებულია უნდა ქართველი იყოს ყოველთვის შემართული იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატრონები არა მარტო საკუთარი ქვეყნის და იმ ულამაზესი კუთხის რომელიც აი კავკასიის შუაგულშია და ეს კავკასია მთელი ევრაზიის შუაგულშია ხო
არამედ ჩვენ ვართ პატრონები იმ რწმენის და უფლის, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახენ და მთელი იმ კაცობრიობის, რომელიც არის ჩრდილოეთითაც და აღმოსავლეთითაც და დასავლეთითაც და ყველგან. დედის კულტი რო არის საქართველოში, იმას ნიშნავს, აი როგორც დედა არის შვილისთვის მზრუნველი, ისეთივე პატრონი და მზრუნველი უნდა იყოს ყველასთვის და მაშინ ფაქტურად შენ გაქვს უკვე ის мотивация, რომ იყო ძლიერი, იყო ჯანსაღი და არ გადააყოლო და უშათ შენი თავი არც მუცელქეიფობას და არც სიგარეტს და რაღაცა სხვა ასე ვთქვათ მამნე ჩვევებს, ხო? თორემ არ მოწიო მარტო რომ ელაპარაკებიან, ბევრად მეც ეწევიან და მაგაშიაც გულსწრაფ მე მგონი ფაქტურად ჩვენ სხვა ერებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი ესეც ჩადის ეგრე ავსტრიაში ან სადმე სასტუმროშიდაც ნომერს არ აძლევენ სიგარეტი არ გააგდო ხელიდან, იმიტომ რომ იქ ბევრ ქვეყანაში უკვე ეს ველურობად ითვლება, ბინას არ მოგვიქირავებენ, იმიტომ რომ წევენი ხარ. მე მგონი ყურად იღებენ ბატონო დონიკე თქვენ რჩევას ჩვენი ტელემაყურებლები ყოველ შემთხვევაში იმედს ვიტოვებ და გადაცემის ბოლოს მე კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო თანამშრომლობაზე ყურადღება თანამედროვე მედიცინა რა თქმა უნდა დასაფასებელია და ყოველთვის უნდა გჯეროდეს იმიტომ რომ წინ მიდის თანამედროვე მედიცინა ასევე თქვენი უშუალოდ ჰომეოპათია და ხალხური მედიცინა რომელსაც აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი და მაგალითად თქვენ თქვით რომ აი დასაწყისში მე არ გავამახვილე ყურადღება და ეხა უკვე როდესაც უკვირდები თქვენი თხრობიდან გამომდინარე კლინიკა გიდი თქვენ მე ასე ჩავიწერე კლინიკა გიდის ექიმი ჰომეოპათი და აქაც უკვე მე მგონი ნაჩვენებია ის რომ თანამშრომლობა დიახ ბატონ დიტომხეიძე არის ხელმძღვანელი კადიახ და ამიტომ თანამედროვე მედიცინისა და უკვე აქაც იგრძნობა მე გამორჩა ეს ხედველობიდან და ეხა მივაქცია ყურადღება მე მგონი აი ამ თანამშრომლობას და კავშირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ბატონ თორნიკე ჩვენ ძალიან დიდი იმედები გვაქვს რომ აწე უკვე კიდევ უფრო გამყარდება და ამით უმეტეს აი სამამულიშვილო პროგრამები ჩვენ რო განვახორციელოთ აქ არის არა მარტო ჩვენი იმიტომ რომ 1 და 2 და 5 კაცი ამას ვერ გააკეთებს ამას უნდა დიდი თავდადება შემართება როგორც ქუთაისში ისევე ქობულეთში სადაც მიტოვებულია სამკურნალო მცენარეების განყოფილება ვილარი რაც იყო და იქ ტოლვილები ცხოვრობს და უნიკალური მცენარეები განადგურებულია და მიწები გაყიდული უკვე ყველგან საქართველოს რეგიონში უნდა აღორძინდეს ესე იგი აი ეს ტრადიცია სამკურნალო მცენარეების მოშენება ხდებოდეს მათი შესწავლა პრეპარატების შექმნა სამედიცინო ტურიზმი ვითარდებოდეს და ფაქტიურად